პოზიციაზე. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ სვანეთში მიმდინარე პროცესზე, რა ინფორმაცია გაქვთ და აპირებთ თუ არა მაგალითად გამგზავრებას ხაისში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თქვენს მაყურებელს მივესალმები. პირველი წუთიდან რაც იქ დაიწყო ცოტაოდენი დაძაბულობა, მე ჩართული ვარ ამ ვითარებაში და მუდმივი კონტაქტი მაქვს როგორც საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე პოლიციის ხელმძღვანელობასთან, იქაურთან, თუმცა აქვე მინდა და როგორც კი დამთავრდება ეს ეთერი, მე მივფრინავ ადგილობრივ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ჩავდივარ ადგილზე, რომ ხალხს შევხვდე. ეს არ ყოფილა მხოლოდ ამ ორ სოფელში თუ ამ ერთ რაიონში, ერთდროულად 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაიწყო ერთობლივი ღონისძიებები. ზოგადად ხეთქის უკანონო ჭრა მოგიხსენებათ, რომ არის დანაშაული არა უბრალოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული და კანონის წინაშე დანაშაული ჩვენი შთამომავლობის წინაშე და ამის აღსაწერად შედიოდა იქ ფინანსური პოლიცია, არაფერი განსაკუთრებული სხვა მიზანი არ ქონია, დაკავებები მოხდა სხვა ადგილებში, თუმცა იქ არანაირი დაკავება არ მოხდა და არც ამისი მცდელობა არ ყოფილა, არც ამისი განზრახვა არ ყოფილა. მე ეს ყველაფერი დილიდანვე აუხსენი მოსახლეობას, თუმცა მოსახლეობა მაინც დაძაბულია და მე მინდა პირადად შევხვდე და აუხსნა მათ, რომ სახელმწიფოს პოზიცია ამ შემთხვევაში არის მიმართული იქითკენ, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ მეც, თქვენც, მათაც და მათ ჩვენმა შვილებმაც. ბატონ სოზარი, ისინი არ უარყოფენ საქმიანობა უნდა მოაქციოთ კანონის ფარგლებში. ისინი არ უარყოფდნენ, სხვათა შორის მეც გავოცდი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ხაიშელი მასწავლებელი ადგილობრივი გვერდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ აქ ცხოვრების წესიაო ეს უკანონო ხეთქის მოპოვება და თუ კი რამეს არ შემოგთავაზებენ, თუ კი რამეთი არ ჩანაცვლდება, რომ ჩვენ არ დავრჩეთ ულუკმაპუროთ, მაშინ ჩვენ შევეწინააღმდეგებით ამგვარ ოპერაციასო, გზა გადაკეტეს, აი ამ ინფორმაცია ვრცელდება და პოლიციის პირისპირ რაც თოხებით შეიარაღებულები წერაქვებით, ქვებით დგანან. ანუ როგორ ფიქრობთ ამ სიტუაციას, როგორ შეიძლება მოევლოს, როცა ადამიანები აღიარებენ, რომ რაღაც უკანონობასთან აქვს საქმე, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ჩვენი ლუკმაპურია და არ დავთმობთ. სამწუხაროა, რომ ეს არის ცხოვრების წესი, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ მამას ასეთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა მიღებული, ამიტომაც არის რომ შედარებით რბილი მიდგომა არის ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი კონსტიტუცია, ერთი კანონი და განსხვავებული კანონებით ვერ იქნება სხვადასხვა ადგილას ცხოვრება. ისევ გავიმეორებ ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა აქვს, ეს არის სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა შემოსავალი, ალტერნატიული შემოსავალი არ არის და სწორედ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში, კანონიერ ფარგლებში. შეიძლება სწორედ ნაკლები ყურადღება რო ეთმობოდა სახელმწიფოს მხრიდან იმისფრალი იყო ეს, მაგრამ ამ ყველაფრის კანონიერ ჩარჩოში მოქცევა არის შესაძლებელი და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს ჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს. თქვენც პირადად რომელიც შეიძლება თბილისიდან ისე მძაფრად ვერ ზნობთ იქ რა ხდება, იმ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად და მათ შვილებს ვინც იქ ცხოვრობენ და ასე შემდეგ და სწორედ ამის ასახსნელად და ამგვარი დიალოგისთვის მივდივართ. ახსნა არ სჭირდება თვითონაც ძალიან კარგად ესმით ეს, თუმცა უბრალოდ მართლა ესაა, რომ როდესაც ადამიანი ამ წუთში დგას გარკვეული შემოსავალი აქვს და ლუკმაპურის დაკარგვის არჩევის წინაშე დგას, ის განიცდის ამას და ცხადია ამ შემთხვევაში ზოგჯერ მისი ქმედებები შეიძლება უფრო მეტად ემოციური იყოს, ვიდრე სხვა დროს არის. ბატონ სოზარი, აი სიტუაციას კანონის ჩარჩები მოვაქციოთ, ხოლმე და მაპატიეთ. ერთი სიტყვი უბრალოდ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთის მხრივ, ნუ ამას არ ვამბობ მხოლოდ იქაურ მოსახლეობაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთის მხრივ ჩვენ გვინდა რომ თქვა კანონს არ დავემორჩილოთ, ხეთქის ჭრა იყოს ისეთი რაღაცა არა კანონის მიერ, მეორე მხრივ არ ავაშენოთ ის თქვა ელექტროსადგურები და ასე შემდეგ, რომელიც ენერგიას გვაძლევს და სადაც ადამიანები დასაქმდებიან, რომელიც შემოსავალს გვაძლევს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობს და მესამე მხრივ გსურდეს რომ კარგად ვიცხოვროთ, ესეთი რაღაცები ერთმანეთთან შეუთავსებელი, ამიტომაც ყველამ ერთად მთავრობამ, ხალხმა, თვითმმართველობებმა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთობლივი ენერგიით, ერთობლივი გადაწყვეტილებებით და სწორი პროექტები განვახორციელოთ და სწორი პოლიტიკა გავატაროთ ქვეყნის განვითარებისთვის. ბატონ სოზარ, სიტუაციის სირთულეც სწორედ ამაშია.
რომ რა დათმობებზე შეიძლება წახვიდეთ. აი ხელისუფლების სიმძიმე ვითარებაში სწორედ ის არის, რომ ადამიანები ითხოვენ, რომ უკანონობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ, თუ არა რაღაც უფრო მძიმე ზომებს მიმართავენ. აი აქ მოლაპარაკების მაგიდამ თქვენმა ჩასვლამ, დეპუტატის ჩასვლამ, აი რა შეიძლება შეიცვალოს ასეთ მოცემულობაში? ახლა კარგად იცით, როცა მოსალაპარაკებლად მედიხარ, ულტიმატუმებით არ უნდა მიხვიდე, თუმცა აქვე ვიტყვი, უკანონობა ვერ გაგრძელდება. ყველა ეს ადამიანი არის ჩემი ახლობელი, ჩუბერი ჩემი სოფელია, ხაიშიც ჩემი სოფელია იგივე. თითოეულ ადამიანს თუ შეიძლება გვარი სახელით ვიცნობ და სახეზე მაინც ვიცნობ, თუ გვარი სახელი შეიძლება ვიღაცა გამასცენდეს, უკანონობა ვერ გაგრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გეუბნებით, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ამ შემთხვევაში არის მაქსიმალურად რბილი და დიპლომატიური, უბრალოდ ადამიანებმა მეორე მხრივ იგივე პოლიციას შეურაცხყოფები არ უნდა მიაყენონ და ვთქვათ ყოფილა მცდელობა, მაგრამ მე მგონი არ განხორციელდა ვიღაცა შეიძლება ქვის სროლა მოუნდეს და რაღაც ეგეთი რამე არ უნდა განხორციელდეს. პოლიცია იქცევა ფინანსურიც, ჩვეულებრივიც იქცევა ძალიან კორექტულად, მაქსიმალურად ცდილობენ დააწნარონ და არ უნდა სცადონ აი ამ ზღვის გადასვლა ვთქვათ რამდენიმე ადამიანმა მოსახლეობას კარგად ესწრის. რაც შეეხება სად გადის ზღვარი, მოვნახავთ ამ ზღვარს, თუ კი ერთად დავიჯდებით და ვილაპარაკებთ ამის პირობას ყველა ზღვაზე. ბატონ სოზარ, კანონიერებასა და ზღვარი იმაში რომ ადამიანებს ბატონ სოზარ, თქვენ გითხარით ასეთი ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადგან ჩვენს ეთერში თქვით, რომ ეთერის დასრულების შემდეგ მიფრინავთ დეპუტატთან ერთად, ენუქიძესთან ერთად ადგილზე ვითარების შესასწავლად და მოლაპარაკებისთვის. მადლობა, მინდა ბოლოს აუცილებლად კითხოთ პოლიტიკური თემის შესახებ.